რომის პაპის ფრანცისკე პირველის ისტორიული ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის მნიშვნელობა და შეფასებები უფრო ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. საქართველოს ჩემთვის აღმოჩენა იყო, მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი, საქართველოს პატრიარქი. ასე შეაფასა ბაქოში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე საქართველოში ვიზიტი რომის პაპმა ფრანცისკე პირველმა. მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა. ერთი თავად საქართველო. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს. ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო. ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით. ის არის ღვთისკაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ერთმანეთისათვის ლოცვა და ერთობლივად ბევრი რამის გაკეთება. საქართველო არის არაჩვეულებრივი. ხალხი არა მარტო ქრისტიანული რწმენით, არამედ მთელი არსით. ფრანცისკე პირველის ისტორიული ვიზიტი საქართველოში 2 დღე გაგრძელდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარის ილია მეორეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს შეხვდა. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რომის პაპთან შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესს გამოწვევა უწოდა და მის დადებით და უარყოფით მხარეებზეც ისაუბრა. უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებზეც გაამახვილა ყურადღება და ქართველთა და აფხაზთა მრავალწლიან მეგობრობასაც გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე პატრიარქმა ამ ურთიერთობების აღდგენის იმედიც გამოთქვა. კაცობრიობამ გადადგა დიდი ნაბიჯები წინ მეცნიერებაში და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერობაში და სარწმუნოებაში. ეს საშიშროება არის ჩვენს წინაშე. დღეს საქართველოს არის ახალი პრობლემების წინაშე. თითქმის 500,000 ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალი. ცხინვალის რეგიონი. ცხინვალი და აფხაზეთი არის ძირძველი ქართული მიწა და მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი. და არადროს არ ყოფილა კონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი. მაგრამ ჩვენ გჯერა, რომ ეს პრობლემები დაზრეული იქნება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე რომის პაპს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ მიღებაზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესაუბრა და საქართველოში ფრანცისკე პირველის ვიზიტს ძლავრი გზავნილი უწოდა რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და მოსახლეობის თითქმის 15% დევნილადაა ქცეული. ამ ადამიანებს წაართვეს საცხოვრებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. ჩვენგან სულ რაღაც 40-მდე კილომეტრში გავლებულია მავთულ ხართები, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას, მეზობლებს, ნათესაებს ერთმანეთთან ურთიერთობას უგზავნავს. ჩვენგან სულ რაღაც 40-მდე კილომეტრში მოსახლეობა ყოველდღე ხედავს ძალადობას, ადამიანის გატაცებას, მკვლელობას და შეურაცხყოფას. და ამის მიუხედავად ჩვენ არ ვეძებთ კონფრონტაციის გზებს. ჩვენ ვეძებთ გზებს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და მშვიდობისათვის.
იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააძლიერებს არა მხოლოდ ვატიკანისა და საქართველოს თანამშრომლობას, არამედ იქნება მძლავრი გზავნილი ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ვიზიტის მეორე დღეს რომის პაპის სვეტი ცხოველი საკათედრო ტაძარს სტუმრობდა, სადაც მამა სერაფიმემ მრევლთან ერთად არამეულ ენაზე საოცარი სულის შემცვლელი გალობა შეასრულა. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა სვეტი ცხოველში რომის პაპის სტუმრობას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ამ უძველეს ტაძარში განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებენ, ხოლო მცხეთა კი ქვეყნის სულიერი ცენტრია. რომის პაპმა ქართულ ხალხს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და თავის მიმართვაში საქართველოს ისტორიასა და ქრისტიანულ ფასეულობებზე ისაუბრა. ფრანცისკე პირველმა მადლობა გადაუხადა უფალს იმის გამო, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცა და მოილოცა ისეთი წმინდა ტაძარი, როგორიც სვეტი ცხოველია. ქართულ მიწაზე ჩემი მომლოცველობის ჟამს მადლობას ვწირავ უფალს, რომ შესაძლებლობა მომცა რწმენაში ჩავღმავებულიყავიან წმინდა ადგილას. სურს მადლობა გითხრათ თქვენი ამაღელვებელი დამოწმებისთვის რწმენისა, ქართველი ხალხის კეთილი გულისთვის, რომელმაც მე აღმაშენა. თქვენ უწმინდესობავ, მახსენდება ფსალმუნის სიტყვები, რა კარგია და საამური ერთად რომ ცხოვრობენ ძმები, როგორც ძვირფასი მირონი თავზე ჩამოღრილი. უძვირფასესო ძმაო, დეუფალმა, რომელმაც მოგმადლა სიხარული შეხვედრისა და ერთურთისათვის წმინდა ამბორის მიგებისა გვაცხო სურნელოვანი მირონი თანხმობისა, უხვად მოულინოს ლოცვა კურთხევა ჩვენს და საყვარელ ქართველი ხალხის გზას. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ევრონიუსმა ყურადღება გაამახვილა ფრანცისკე პირველის გამოსვლაზე და აქცენტი გააკეთა იმ ნაწილზე, სადაც კათოლიკური ეკლესიის მესაჭე მშვიდობიანი დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამ ისტორიულ ვიზიტზე რეპორტაჟი მოამზადა როიტერმაც, სტატია დაწერა ვაშინგტონ პოსტმა. გამოცემამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორი თბილი დახვედრა მოუწყო რომის პაპს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.